დებილობა ვიდეო 14. და მამა ჩემო ვიქირავეთ მანქანა, წამოვიყოლეთ ჩვენი სტუმრები და აი ეხლა ვართ ცხეთაში მეგობრებო. კი, ჯერჯერობით აქ ვართ. ჯვარზე. და მე დავიწყებთ ცხეთა სიღნაღი, კახეთი. მოკლედ დღეს დიდი ტური გვაქვს. ჯერჯერობით აქ ვართ. ჩვენ სტუმრებთან ერთად. სიღნაღში ხარ ნამყოფი? კი. სიღნაღში ხარ ნამყოფი კახეთში? კახეთში არა, კახეთში არა. ხო, ნუ ცხეთით დავიწყებთ, მე წავალ სიღნაღში. დღეს დიდი ამბები გვაქვს. რა უცებ მამა გაბრიელი იპოვე? კი, მამა გაბრიელი. როგორი განწყობა გაქვს, როცა ესეთ ძველ მონასტერში შემოდიხარ? მისტერიული. როგორი? მისტერიული. მისტერიული თუ მისტერიული? მისტერიული, ხო, მისტერიული. აი ეს კედლები მთლიანად არის სულ ლოცვით და რწმენით გაჟღენთილი, რო იცოდე. პირველად არ ხარ, ხო? არა, პირველად არ. რას უყურებ, ციყვი? აი ეს წარწერები რო აქვს ხოებზე რა, შეიძლება აღხსნა. წარწერები? ეგეთებს იცი რამდენს ნახავ? მარტო აქ კი არა, მთლიანად საქართველოში წარწერებზე. აი საბჭოთა კავშირის დროს, როცა წავიდა დაპყრობა და საქართველოს გაწითლება, მოდი აქეთ აი ამ ფრესკებს, ყველაფერს ხიკავდნენ, ღებავდნენ და ეს უღმერთო ანარქისტი ადამიანები საბჭოთა კავშირში ცხოვრებლები მიდიოდა პირდაპირ ღმერთის დევნა მიდიოდა ესეთ რაღაცებს აწერდნენ. ახლა 35 წელს ვიღაცამ დააწერა თავისი რაღაცეები, გონია რომ გმირობა ჩაიდინა. ანუ მიზანი მართულად მიდიოდა, ანუ ეკლესიის შეურაცხყოფას და ღმერთის დაკნინებას ემსახურებოდა. ეგეთები ბევრია, იქით ამ ხარესაც რო გახვიდე, აი აქეთ რო გამოხვიდე. ნახე რამდენი. დედაო. ახლოს მივი და ნახე. ხა შენ ვერ კითხულობ, მაგრამ ძირითადად რუსული წარწერებია, იმიტომ რომ რუსული წყობილება და იმდროინდელი პოლიტიკური ვითარება დევნი და ქრისტიანობას და ებრძოდა ღმერთს. ებრძოდა ყველანაირი ფორმით. ტაძრებს ანგრევდნენ. საქართველოშიც კი სამწუხაროდ იყო სოფლები და რაიონები, რეგიონები, სადაც ერთმანეთ ტაძრების ნგრევა შეეჯიბრებოდნენ. წარმოგიდგენია რა დრო იყო? ჯვრებს პირდაპირ ესე ანგრევდნენ და ყრიდნენ ზემოდან. ბზარებს ადონობდნენ და იმისგან რაღაც იარაღებს ქმნიდნენ. ესე იყო ყველგან. აი ხა იქეთ რო გაიარო ამ კედლებზე, ბევრია ეგეთი წარწერები და ძირითადად სულ რუსული. აი აქაც ხო ეთყობა რომ რუსული წარწერები. აი ესეთი პოლიტიკური მდგომარეობა იყო მაშინ. თავი არ გაგეჭედოს, აი ეს მანქანა ვიქირავეთ და ვაპირებთ რომ შემოვიაროთ მთლიანი კახეთი და მცხეთა. აჰა. ჩვენ სტუმრებთან ერთად. დიახ. აი ამ კაი კაცთან ერთად. Да, вот так вот. Про нас в том числе, да, немножко сильнее. Кауцнут ახლო да? კი. Წამობა. Хочешь потрогать? Да. Сзади не подходи. მე რა უქოსლი არ მომარტო. უკნიდან არ უნდა მიხვიდე. Сзади не подходи. Hello. We are from Tbilisi. Вот мужик. Мужик, да, конь. აბა დაგადებინებს ხელს. Смотри, укусить не არ გეკბინოს, გამოდი. კბენა იცი ძალიან მაგარი. კი, კაი, წავოდით. აი მაგათი კუკუები. მოკლედ სად ვართ აბა ეხლა, ციყვი? გითხარი. ეხლა ვართ კიდე ცხეთაში. სვეტი ცხოველში. დიახ. თუ კაცი ცხეთაში ხარ და სნიკერს როგორ ჭამ. ლობიანს უნდა უყენდე ახლა და არა სნიკერს. აი, დაიღალეში ბებერო შენა? კი. ა? არა ხოლმე კაცო. მაგრამ რაღაც განსაკუთრებული ენერგეტიკა აქვს რა მცხეთას, მისტიკაა, რაღაცნაირი მისტიკაა რა. აი,
თბილისის გარდა სადაც ვიცხოვრობდით, სიყვი ეს არის ბორჯომი და მცხეთა. აი სადაც დიდი სიამოვნებით ცხოვრებას გავატარებთ. აი ამებს უყურებთ ახლა აი ამას. როგორ უნდა მოგბეზრდეს. სახში ჯდომას ხო ჯობდა გამოყოლა? კი. აჰა, კიდე გათეთრდა ვაიმე რა დებილი ტელეფონი ხარ. ეხლა მოვილოცავთ სვეტი ცხოველს. თეთრი ხარ ნახებული კი გაქვს. და მე წავალთ სიღნაღში და ბოდბის ხევსაც მოვივლით. უბრალოდ ბოდბეს. ბიჭო, რატო აქ ესეთი ბლეკები რა? ამის მოოთხი კამხო დამტანჯა რა. მოკლედ ასე, დღეს დიდი ამბები გვაქვს რა. დღეს პრინციპში დღევანდელ ვიდეოს გონი დებილობა ვიდეო არ უნდა ერქვა, სერიოზული ვიდეოა დღევანდელი. ხო, იმიტომ რომ აბა ხა ეს ადგილებს რომ მოვივლი, როგორ უნდა დაარქვა იმას დებილობა. დავარქვა თუ არა? დებილობა იყოს რა? მაინც დებილობა იყოს? უკი. სიყვი. მოდი ახლა მე შენ გეტყვი სვეტი ცხოველში და საერთოდ. ვახტანგ გორგასალისის ხო ნახე იქ, დიდი მარმალი როსყვა. აი ეს რას ნიშნავს, იცი? აი ესეთი სკამები? როცა წირვალოცა მიდის, ბერები, მონაზვნები არ უნდა ჯდებოდნენ ამ სკამზე. ამ საიდაყვებზე ეყრდნობიან. ანუ დაждომა განა ეკრძალებათ, მაგრამ მათი ღვაწლია ფეხზე დგომით ლოცი. აი ამ საიდაყვებზე ესე ეყრდნობიან. აი ცადე რო დაიღლებიან, უბრალოდ ჩამოეყრდნობიან. ესე? კი. ნუ თანამედროვე გაგებით უკვე სკამების დასაჯდომათაც დაამატეს, მაგრამ მისი დანიშნულება ოდითგან ეგ იყო. შევით გამოსახულია სცენა ფრესკა მეორედ მოსვლის აპოკალიფსის. რა იპოვე? არა, უნდა ვანახო რაც იპოვე, აი აქ რანაირად იპოვე. აი მას როგორ მიაგენი. რა არის? ბაღაკია? ჩაშა. ბაღაკია თუ ხვლიკია კაც? ბაღაკია. აუ ბაღაკი. ნუ შენ როგორც დიდი ბაყაყოლოგი იზიდავ ესეთ რაღაცებს და ამიტომაც იპოვნე რა. კი. ზედაპირ კარიბჭეში. აი ვეღარ იპოვა დროზე და იო, ვერ მისკუპდა, ვერ მიხტა. თუ რა როგორ უნდა. ვერ მიაღწია იქამდე რა. აი იქ ვიყავი წეღან. გამოგაირამია რა ტრანსპორტი, წარმოვიდგინე. იქ იყავი 9 საათის წინ და ეხლა აქ. გავაგზავნებთ ხეთის დათვალიერება თუ წავედით კახეთში. წავედით კახეთში. მოგეთ მანამ გაბრიელს ეძინა კახეთში ამოყავით თავი. კახეთში ვარ, კახეთში. ეგრე მაგრად გეძინა რომ არაფერს ასე ვერ მოხდი? კი, მაგრამ ეს არის მაღაზია რომელშიც თუ მოვდიოდი როცა ტურისტები მომყავდა. აი აქ უნდა გაგესინჯა ჩურჩხელა. აბა, ცხეთური ჩურჩხელა თუ აქაური? აქაური. მაკაია. ჩურჩხელა უნდა ჭამო კახეთში, აბა? ამ ხალხს ვიცნობ, კაი ხალხი არიან. უთხარი თვითონ გაუხარდებათ. ესეთში უნდა, ესეთში. აბა მისტერ გაბრიელ, რა სიტყვით თქვენი მოგზაურობის შესახებ? ძალიან კაი მოგზაურობა იყო. იყო რა, გრძელდება. ხო, გრძელდება. და ეხლა ძალიან კაია და კი, ჯვარი, ცხეთა, ეხლა ვარ კახეთში და მივდივარ ბოდბეში, მერე მივდივარ სიღნაღში და მერე კიდე ერთგან ოღონდ საიდუმლოა. არა ჩურჩხელა.
ცურჩხელა არა, ჩურჩხელა ქვია მაგას. ჩურჩხელა, ხო, ჩურჩხელა. ო, ცურჩხელა არა. Рецепт теста-то не скажут, наверное. Нет, не скажу. Ну, я и говорю. Если он будет делать, тогда скажу. А мужчины только кушать любят. ჩაკრავ ციხე პურს. Давай вот так руки делай. პურს ჩაკრავ. Вот так Не, положи руками сзади ручки и заверни. Вот так. Покатай по краям. По краям. Вот края положи руки и და ჩემი რო აცხოვდა ხოლმე გოლში კი ვაკრავდით ხოლმე, ոնց ყვერებს ესე პურს. всё. Теперь пальчиками нажимай. Заинтересовал? Вот так. Отлично. У тебя так красиво получилось. Если ты тоже там будешь хорошо прилипать и красиво, тогда я скажу рецепт. Давай, вот так возьми, вот так. На тебя раз. смотрит, с этой стороны прилипаешь. Процесс. Идем? პროცეს. Иди ко мне. ჩაუძმა კაცნი ციყვი. აი გვერდზე უკანია და მე ხელები დაიბანე. ცუგა. ო რა პატარა იყო შარშან რო ვიყავი ეს ბიჭო. თუ არა. რომელიღაცა იყო ძალიან პატარა. ეს ალბათ არა. როგორია კახეთი ტური, მაგარი. კიდე მაგარი რაღაცები იქნება. დაიბანა მეტი ხელები. მოკლედ ყველგან ესე ერგები გეგონება საკუთარ სახში იყო რა. რანაირად ახერხებთ ესე ადაპტირებას ყველაფერთან, რომ გეგონება საკუთარ სახში ხარ. თან ახე რამდენი კარალიოკია. იმიტომ რომ ვიცი რომ არ გავაფუჭებ და მაგარი კონტაქტური კაცი ხარ, კაია, კაი. ჯიგარი. ამა შეხედე, არაფერი არ ჩანს, ბიჭო. Ничего не видно. Вот, ეს არის ექსტრემი, აი ამაზე ვამბობდი. That's what I'm talking about a few minutes ago. Oops. Еще и дорогу ремонтируют. Проезжай. Проезжай, говорят. ციყვი არის ექსტრემი? კი, ძალიან მაგარია. Вообще плотный, да, томат? აუ როგორ მევასებ. მოწმეში ვართ მეგობრებო და ისეთი ნისლი გამოვიარეთ, რომ ცოტა შემეშინდა. პირველად ხარ ბოდბაში? კი. ნახე როგორი მოვლილი ბაღი აქვთ. მონაზვნებს. აი, დაახედე იქ. აი. ნახეთ რა ნისლობაა. ფაქტიურად 15-20-ით მომიწია სიარული აქამდე რომ მოვსულიყავ. ესე ჩემი სტუმრები. წავედით, გაგვიძახი. წავედით. ბოდბე. ცივა? კი, ცივა. ბოდბე in action. ციყვი აღმოჩნდი აბსოლუტურად განსხვავებულ სამყაროში. კი. გარედან თითქოს ესე არ ჩანს, ხო? კი, მაგარია. მოიცა. დავალოდოთ ამათ კაცი. მოდიან. კინო გავახსოვებ. სურათების გადაღება უნდა და ეხა. Видео запишешь? დალი. მომის ჩავარდი. ერავის. დახებ ქოში ყურებს მომწო. რა იყო ციყვი? იმდენი ლოცა რო დაიღალე და ისვენებ? მაინტერესებს ეს პრობლემა როცა დაღრიელებული. ციყვი რა შვები, ლოცულობ? მოკლედ 13 სექტემბერია, მეგობრებო, არ გეგონოთ. შუა ზამთარიან რაღაც ესეთი და აი 13 სექტემბერს ბოდბეში ნახეთ. მთელი გზა, ესე იგი,
ნუ წეღან უკვე თქვი ნელ-ნელა ესე ჩამოვიარე. მე იქეთაც გადაგახედებთ, იქეთაც გავიდეთ მე, ხო? იქეთ. არის აუცილებლობა? ტონი ბალა. აი კომოთ არის სასაფლაო აი. ნამყოფი ვარ. მე ხო სასაფლაოებს სადაც ხედავ ეგრევე. იქეთ ნახე. რა სილამაზეა. წამო ბა, კიდე ბა. და ოვალ. გამოდი აქეთ. გამოდი აქეთ, კადრში არ შევხვდი. ხედავთ ციყვირა ქვეყანა გვაქვს, მაო. აი შემონებით ჩაგორდებული ის. დაგურდი მე, დაგურდი და დაბლა დაგიჭერენ. რას დამიჭერენ გადავარდე. აბა, რამოდენიმე სიტყვი თქვენი შტაბ-ჭილებების შესახებ. მართლა არ ჩავარდი, ბიჭო. როგორ ამიხარი? რამოდენიმე სიტყვა თქვენი შტაბ-ჭილებების შესახებ. ჯერ ამიხსენას ისას და მე შტაბ-ჭილება არის რას ნიშნავს? თქვენი გზნობები. ჩემი გზნობები, აი, ახლა ძალიან ლამაზია, ძალიან მომწონს და ძალიან მიხარია. აგარი გზნობები გაქვს. რა? ეგრეა. რა მოგწონს კაცო? ვინ თქვა რომ არ მოგწონს? ახლა რა სილამაზეა. მამის ნახე როგორ მიდის. აღიქმევა კამერით ნეტა? მამის ნახე როგორ მიდის. ჩანს აღიქმევა. კი. მაგარია რა. გაიფანტა ესე თენისლი აღარ არის. გაიქცა. წავიდა. წავიდნენ განხრენ სიზმრებრივ ჩქარად, მე იგივე ვარ, მარა ტავს და ჟამთაცლას. აბა შემეგონა ესეთი გრძელი და უშუალებელი კედელი მარტო ჩინელებს ხონდა ზმა? იცი რამ სიგრძეა ეს კედელი, მოტრიალი დაგანახო. აგე? ამ ხელაზე მედეს, რა? აბა, აგე? სიგნალის კედელი. აბა ლაუდეთ და ზემოთაც გავყვეთ. წამოგანახო, წამოძმა, წამო. ადი. What are you doing here? შეგვიძლია შესვლა, მე ვიცი რომ შეგვიძლია შესვლა. ეს შენი ქართული კედელი. სიგნალის კედელი. დაიცადე. სად არიან ჩვენი სტუმრები? აბა როგორი ხედია? Hello. Вторая стена, с которой сохранилась фамилия. Рао, მოიხედე. ჩვენ корпуსებს ვერ დავინახავთ აქედან? რას რო დავინახავთ? ჩვენ корпуსებს. რა ჩვენ корпуსებს, ბიჭო, მთებს აკეთხარ. ახე რამ სიმაღლეზე ხარ. რა სილამაზეა. აგე გაიხედე აქეთ. აქედან უკეთესად ჩანს. აი კედელი სადამდე გრძელდება. აი, აკვაყანა გვაქვს. ხდები ხორი სიცარი, აი, არ მithქვამსა როგორ სწორად მიხვდი. კი ბატონო, მაგისე იყო. გაყოფდნენ აქედან იარაღს და კიდე თუ ისა ტერორისტებს ესროდნენ. ისრებს აქედან დაუშვებდნენ. Террористებს ესროდნენ, ხო? Это еще выше, да, было, получается? Это вот окошки должны быть. Да, скажем, нет. ციყვი, როგორი ემოციები გაქვს? აბა ამ სიმაღლეზე რო ხარ და შენ ქვეყანაში რო ესეთი რამე აღმოაჩინე, რომ არანაკლებ დიდი და მნიშვნელოვანი კიდე კედელი აქვს შენს ქვეყანას, გოჯო?
გაოცული ხარ? კი. მე გაოთხმოცებული ვიყავ პირველად რომ. აბა, რა ქვეყანა გვაქვს ბიჭო? წამწამა ბაქი. И очень скользко. აუ, ტალახია. საჭირო თახია. Туалетების სუნია? Можно наверх, да, подняться здесь? Да. Там грязно. Да, здесь. Запთხილად. ამოდი ხარ? მიდიადი. აი რა ექსტრემია ბიჭო. sabah. तुम दोनों वहाँ से हमारा तो हम दोनों वहाँ से। अरे इसमें आ ही नहीं रहा है फोटो, अरे नहीं हो रहा है। मोबाइल पे बोल रहे हैं फोटो इस पे Sorry. हाँ Very ऐसा დამოვყავით თავი. okay. रुक जा फोन अंधेरा चाहिए वो डाल ले जेब में हाँ वो निकल नहीं रहा उसका तो वो चेक किया मैंने खड़ा जाओ დაიღალ თავი. की आधा ही आता है पूरा नहीं आ रहा ना दिक्कत वो है წავით საწოვდი, გაცვლათო. საწოვით ეს როტებში საით მა, სადმე ხარ? მაგადოც სადმე გადაწვე, ეგ გაადენ ზღართან. ხურობად ზღართან ცო ეგრევცო. ვალა მაზენცო ბიჭოც რა. ლამაზეს. Next time წამოვიყვანოთ დედიკო და გოგოებიც, ხო? კი მეც შიდობიანად ჩამოვედი, გამოვედი. და ავი იქანა ვიყავით წეხან, აბა. წამ ჯესადო საით, მისტერ გაბრიელ. ზუსტად არის თოხლენცოებზე. უი ხო აგობა უახ, ბიჭო. შეხსენების თოხლენცოების დრო მოვიდა. ერას მაშინ შეა. ბევრი უნდა ჭამო. კი ბევრი ესეც ასე მეგობრებო, ჩვენი კახური ვოიაჟი დასრულდა. მოდივართ, ტოვებთ ციხნაღს. აბა რაღა გვაქვს სათქმელი, პრინციპში გვაქვს რამე სათქმელი და სანახავი? არა ყველაფერი ვნახეთ, რავი, აი გზემოთ უნდა ავიაროთ. გულის ფორმის საქანელებთან და შეიძლება აი გაბრიელს უცბად საცოლე გამოუნახო, ჯვარი დავწეროთ ან ხელი მოაწერინო და ეს საქანელებთან შეიძლება კიდე რამე გადავიღოთ, ხო ციყვანცო? ხო ოღონდ ის არა სანახავი და საინტერესო უკვე ყველაფერი ვნახეთ. წეღარაც კი ის არა ის არა რა? ცოლი არა? ხო არა ცოლი არ დაგანახო? არა კაი, ცოლი არა. კაი, ნუ დროებით. ნახვამდის ნახვამდულები. ნახვამდულეთსოები ცენცო თოპტეთ